მესხეთის მთებში სიტყვას ყოველთვის კლდის ფასი ჰქონდა. აქ, სადაც ტყიანი ფერდობები ცას ებჯინება და მიწურბანიანი, მძიმე ქვით ნაგები დარბაზები ბუნების ნაწილად ქცეულან, დრო სხვაგვარად მიედინება. ძლიერი ქარი, რომელიც ხეობებში დაჰქრის, დღემდე ინახავს იმ ძველი, დავიწყებული ამბის ექოს. დილამშვიდობის ძმებო. დილამშვიდობის დაიქო. დიდება უფალო შენს სწავლას. ამბობ, რომ სოფლის აღება გაგვიჭირდება. რა აქვთ ასეთი? ბანიანი ქოხები, მშიერი გლეხები. მაგრად დაგხვდებიან ბატონო, დასაკარგი არაფერი აქვთ. მათ სიკვდილის არ ეშინიათ. მაგრამ არის რაღაც, რასაც სიცოცხლესე მეტად უფრთხილდებიან. ძმები არიან იქ, სოფლის თავკაცები. ერთი დაღავთ. ისეთი ლამაზია, მზეს ეცილება, მას და თავიანთ სალოცავს ისე იცავენ, როგორც საკუთარ სულს. ოჯახის ღირსება და მათი ჯვარი, ნახოთ რომელს უფრო მარტივად დასთმობენ. დაძარით ლაშქარი! აირჩიეთ, ან დადასთმეთ, ან რჯული. თუ დავთმობთ, გადავრჩებით. ცარიელი სიცოცხლე, რა დღირს? არც და, არც რჯული. ბოლოჯერ გეკითხებით, ან და, ან რჯული. არც და, არც რჯული, არც ერთი არ დაითმობა. ბრძოლა გარდაუვალი იყო, მაგრამ მთავარი გამარჯვება ძმებმა უკვე მოიპოვეს. მათ სული არ გაყიდეს.
გავიდა წლები. სისხლით მორწყულ მიწაზე ბალახი ამოვიდა. მაგრამ ხალხმა არ დაივიწყა ის საბედისწერო ღამე და ის არჩევანი, რომელიც იმ დროს ძმებმა გააკეთეს. იმ ფერდობზე, სადაც ქართველმა კაცმა საკუთარი დის პატივი და მამა პაპის რწმენა მტერს არ დაუთმო, სიცოცხლე გაგრძელდა. იმ სიტყვების მოსაგონად მიმდებარე ტერიტორიაზე ორი დასახლება გაშენდა. ერთს დის ხელშეუხებლობისა და სიყვარულის ნიშნად ანდა დაერქვა. ეს სოფელი დღესაც ცოცხლობს და მესხეთის მთებში კვლავაც აგრძელებს არსებობას როგორც სიცოცხლის უტეხის სიმბოლო. მეორეს კი რწმენის ერთგულების სიმბოლოდ არჯული. დღეს არჯულში სიცოცხლის შრიამული აღარ ისმის. სოფელი დაცარიელდა და იქ მხოლოდ ერთი ეული სახლი ღადგას. როგორც ძველი დიდებისა და შეუბრალავი რწმენის უკანასკნელი დუმარე გუშაგი. დღესაც როცა მგზავრი ამ ტყიან მთებს გადახედავს და ერთ მხარეს ანდას, მეორე მხარეს კი მიტოვებულ მაგრამ ამაყ არჯულს დაინახავს, ქარის ზოზუმში თითქოს ისევ ისმის ორი ძმის მტკიცე პასუხი, რომელიც მარადისობას დარჩა.